29 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ბოლო 6 თვის მანძილზე გაწეული მუშაობის შესახებ ცენტრის დირექტორის ავთანდილ დავითაიას ინფორმაცია მოისმინეს. კერძოდ საუბარი შეეხო გადაცემა აფხაზეთის მნიშვნელობას და მის პოტენციალს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოგვარების საქმეში. ხაზი გაესვა აგრეთვე იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აფხაზურ-ენოვანი პროგრამა, რომელიც უკვე 4 თვეა გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერით. ავთანდილ დავითაიამ იმ ახალ რუბრიკებზეც ისაუბრა, რომლებიც პერიოდულად ჩნდება გადაცემაში. მათ შორისაა ექსპერტთა შეფასებებზე დაყრდნობით კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენების ამსახველი სიუჟეტები. აღინიშნა, რომ პროგრამის გამრავალფეროვნების მიზნით მომავალშიც იგეგმება გადაცემის თემატიკის უფრო გაფართოება. მათ შორის მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს დევნილთა სოციალური პრობლემები. აღნიშნავ იმას, იმ დადებისა და დიდ სამუშაოს, მრავალფეროვან სამუშაოს და მრავალმხრივ შინაარსობრივ სამუშაოს, რაც თქვენს რუბრიკებში ძალიან კარგად ჩანს. ამიტომ ეს დადებითი უნდა აღნიშნოთ. მინდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ასახვა იმ დადებითისა, რომელიც ხდება ჩვენ საზოგადოებებს შორის ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური არ ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ, ნდობის აღდგენისაკენ მიმართული ღონისძიებები. თუნდაც ექსპერტთა დონეზე შეხვედრები, რომლებიც არის, პრესკონფერენციები, ეს გავაშუქოთ უფრო მაქსიმალურად, შესაძლებლობის ფარგლებში, რაც არის 40 წუთიანი ფორმატი იძლევა, გავაშუქოთ უფრო მეტად. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ სოციალური პრობლემები თქვენთან სხვადასხვა რუბრიკებში შუქდება, მაგრამ კიდევ უფრო მეტად შეიძლება გაძლიერება. ჩვენ უნდა წარმოვაჩინოთ ყველა ის ჯგუფი, ის მოსაზრებები, რომელიც არის როგორც პოზიტიური, ასევე არის კრიტიკული შეფასებები, რა თქმა უნდა, ამის გარეშე წარმოუდგენელია. გაკეთა ის, რაც არ გაკეთებულა არასდროს. თბილისიდან მიმდინარეობს მაუწყებლობა აფხაზურ ენაზე, სადაც ყველაფერი ის, რაც კეთდება საქართველოში, გადაიცემა აფხაზურ ენაზე და ეს არის ყველაფერი გაკეთებული დიდი სიყვარულით აფხაზეთისადმი და აფხაზი ხალხისადმი. და ეს არის ძალიან დიდი წარმატება ამ ტელევიზიისა. გეგმაში სათავეში უდევს ის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს გზების ძებნა აფხაზებსა და ქართველების შერიგებისაგან. პრინციპული საუბარი იყო და გადაწყდა, რომ რაც შეიძლება მეტად პოპულარიზაცია გაუწიოთ აფხაზურ კულტურას, პოპულარიზაცია გაუწიოთ ქართულ კულტურას და უჩვენოთ რა აკავშირებს ამ ორ კულტურას და ამ ორ ხალხს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს ცენტრის ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად შემოქმედებითი კოლექტივი ყველაფერს აკეთებს ხარისხიანი გადაცემის მოსამზადებლად და პროგრამა აფხაზეთი დღითიდღე უფრო საინტერესო ხდება. საინფორმაციო ვაკუუმი, რომელიც არსებობდა, გავარღვიეთ და დავსახეთ ის გზები, რომელიც მომავალში უნდა განვახორციელოთ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ალბათ საინტერესო იქნებოდა მაყურებლებისთვის და ყველა იმ ადამიანებისთვის, ვინც კი გვიყურებს და აინტერესებს აფხაზეთის თემატიკა, რომ შეიქმნას უფრო ახალი რუბრიკები. მე ვფიქრობ, რომ ეს ისტორიულ თემებზე უფრო საინტერესო იქნება, რომ ჩაერთოს ამ პროცესში პოლიტოლოგები, ისტორიკოსები, ექსპერტები, თუ რას თავაზობთ ჩვენ აფხაზურ მხარეს, როგორი ხედვები გვაქვს, რა სტრატეგია, რა მიმართულება გვაქვს აფხაზეთთან მიმართებაში. მინდა და ბოლო ხანებში ჩვენ ხედავთ, რომ დაიძრა პროცესი უკეთესობისკენ. რა თქმა უნდა, არის ბევრი პრობლემა, ჩვენ დიდი სურვილი გაქვს, რომ ჩვენი ფორმატი უფრო გადიდეს, სხვა ფორმატი გქონდეს და ალბათ ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მხარდაჭერას მოვიპოვებთ. გადაცემები იყო დაბალანსებული, ასევე შემოვიდა ახალი რუბრიკა, რომელიც ასახავდა იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ენგურს იქით, ანუ აფხაზეთში. და ასევე აღინიშნა, რაც ეს ძველი რუბრიკები კარგად ესე იგი ასახავდა იმ დამოკიდებულებას, რაც გააჩნდა ვთქვათ არადევნილებს აფხაზეთთან მიმართებაში მოგონებები მიამბე აფხაზეთ და ასე შემდეგ. ასევე იყო აღნიშნული, რომ არის საზოგადოებაში გარკვეული ვთქვათ ნაწილი საზოგადოებისა, რომელიც სვამს საკითხს, რომ ხომ არ ჯობია, რომ ცოტა მეტი იყოს, ვთქვათ, საუბარი სოციალურ პრობლემებზე, ასევე პოლიტიკურ პროცესებზე. მაქსიმალურად იქნება ეს სიუჟეტები, შეიძლება მათი რაოდენობას
ვთქვათ, გაიზარდოს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, როგორც იქნება საკითხები აქტუალური და ასევე იყოს საუბარი, რომ ესე იგი ის პოლიტიკური პროცესები, რომელიც ენგურს აქეთ არის და გარკვეული ჯგუფი ადამიანებს არ აქვს ნიშნულობა, ისინი წარმოადგენენ ვთქვათ 1%, 2%, ნუ გნებავს 60%-ს, უნდა მიეცეს ყველას უფლება გამოთქვას აზრი. მაგრამ ეს უნდა გამომდინარეობდეს კონკრეტული საქმიდან, კონკრეტული ღონისძიებიდან.